გამარჯობა, მე კონსტანტინე ვარ. პლასტმასის ბოთლებზე რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავადდება. ამის შესაძლებლად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ანაკლიის პროექტის ღირებულება ოპტიმიზაციის შედეგად 25%-ით შემცირდა. რკინიგზას დაემატება ახალი მიმართულებები. თბილისიდან ბათუმის რკინიგზის რეაბილიტაციის შედეგად საათნახევრით შემცირდება მგზავრობის დრო თბილისიდან ბათუმამდე, განაცხადა საქართველოს პრემიერმა. კობახიძის განცხადებით, პირველად ქვეყნის ეკონომიკამ გადააჭარბა 100 მილიარდ ლარს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე 2 აპრილს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია, ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. გრანტების შესახებ კანონში მორიგი ცვლილებები შედის. საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა დღეს დაიწყო. ახლო აღმოსავლეთში 2 კვირით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეულია. სოფლიო ბაზრებზე მკვეთრად ეცემა ნავთობის ფასი, შემცირდა მაზუტის და ბენზინის საფასურიც. უნგრეთში არჩევნებამდე 5 დღით ადრე ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ბუდაპეშტში იმყოფებოდა. ჯეი დი ვენსმა ვიქტორ ორბანს სრული ნდობა დამოუცხადა. ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. საბერძნეთში 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელები 2027 წლიდან აიკრძალება. ბათუმი ძალოსნოსანთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელშიც კონტინენტის ყველა უძლიერესი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ამ და სხვა მნიშვნელოვან ამბებს პრაიმ ტაიმის გვერდზე წაიკითხავთ. შეხვედრამდე.